საღამომშვიდობის ბატონო ნიკა. ახლა უკვე ლაივში მოგესალმებით. ბატონო ნიკა, კიდევ ერთხელ რომ შეაფასოთ თქვენი უკვე ყოფილი კოლეგების გადაწყვეტილება, გქონდათ თუ არა თქვენ ეს მოლოდინი და როგორი იქნება თქვენი გეგმები ამის შემდეგ? რა თქმა უნდა, მოლოდინი როგორ შეიძლება არ ქონოდა, მეტიც დარწმუნებული ვიყავი, ვინაიდან ეხლა სურვილი დაუოკებული ქონდა ამ ბატონს ივანიშვილს ჯერ კიდევ 20 ივნისის შემდეგ უბრალოდ ვერ მოახერხა მაშინ ჩემი დაპატიმრება, რაშიც დეწილად ჩემმა სტატუსმა როგორც დეპუტატისა ხელი შეუშალა ჩემს პატიმრობას. მისი გამოსახედიდან დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში. თუნდაც ის ცნობილი ხდომა, რომელიც გაიმართა და სადაც იმუნიტეტი მომიწნეს, ამას მოყვა მე ძალიან კეთილი და მკაცრი საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია და მოკლედ დაიხია იმ დროისთვის უკან. ახლა ეს ადამიანი არ ვიცი რაღაცას მიაგნოს საქმეს, რომელიც თაროზე იყო შემოდებული გულახდილად გეუბნებით და მთელი 7 წლის განმავლობაში საქმე, რომლის საფუძველზეც ახლა მე ამ 88 დეპუტატმა უფლებამოსილება შემიჩერა, 7 წელიწად იყო თაროზე შემოდებული. 2012 წლის ნოემბრის თვეს აღზრეს ეს საქმე, თუ არ ვწდები 36 თუ 27 პირის მიმართ. ანუ ვიყავით 36 ბრალდებული. და ყველა უკლებლივ ჩემს გარდა საქმიდან განარიდეს, ანუ იმ პირების მიმართ ძალიან კარგი და მიხარობდა ყოველთვის. მათ მიმართ შეწყდა სისხლისამართლებრივი დევნა. ამასობაში ახლა მე პოლიტიკაში ჩავერთე და რაც უფრო გადიოდა, უფრო და უფრო აქტიური ვიყავი და დაიბრენ არ იცოდა რა გაეკეთებიათ ჩემს მიმართ და შემოდეს თაროზე. მარტო დამტოვეს, გულახდილად და მარტო. და როდესაც იქ ვერაფერი ახლა ეს საქმე ბატონო ნიკა. ხო წარმოიდგინეთ, ხო ნუ უნდა ამ ადამიანს რომ პარლამენტში არ ყოფილიყავი მისი ჭუით სადეპუტატო იმუნიტეტი არის ხელშემშლელი ფაქტორი მისთვის რომ ოპონენტი ადვილად დააკავოს და ფიქრობს რომ ეხლა თუ მელია არ იქნება ნებისმიერი სხვა დეპუტატი და მას არ დაიცავს სადეპუტატო იმუნიტეტი, როცა უნდა მარტივად დააკავოს ისე როგორც ირაკლი ოქროაშვილი ისთვის დააკავეს, ხო ან მისი მძღოლი მანამდე ან ათობით სხვა პირი ან გიორგი რულუა რისთვის ყავთ არაფერისთვის, ხო უბრალოდ მოუნდა და საპატიმროში ამოაყოფიეს თავი დროებით. თუმცა იმდენად კომიკურია ეს საქმე და ტრაგიკომიკურიც მე ვიტყვი და პარადოქსალურიც, აი ამ მოსამართლეებთან პარალელში თუ კი ვისაუბრებთ, რომ მასამართლებენ მე რეალურად და მე ამ გასამართლების საფუძველზე მაგდემე პარლამენტიდან იმ საქმეებზე დაყნობით გადაწყვეტილებები მაქვს სასამართლო ხედველობაში, რომელიც გამოსცეს აი მოსამართლებმა ნაწილი მათგანია ეს გაბიტაშვილი, თუ არ ვცდები, მიქაუტაძე, ეს ადამიანები გამოსცემდნენ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე სასამართლო გადაწყვეტილებები მოდიოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო აღესრულებია ესა თუ ის სასამართლო გადაწყვეტილება. ხო, ამ ადამიანებს 2055 წლამდე ნიშნავენ უადოდ მოსამართლეებად, რომელთაც აძაგებდნენ სანამ ოპოზიციაში იყვნენ და არ ვიცი, ნომერ პირველი სამიზნე გახდათ ეს რუსიძე ჩინჩალაძე და მათი ბატონო ნიკა, გასაგებია. ელოდებით თუ არა თქვენ დაპატიმრებას? ელოდებით თუ არა თქვენ დაპატიმრებას, იმიტომ და არის თუ არა დღეს მიღებული გადაწყვეტილება შემდეგი ნაბიჯი, იმიტომ რომ თქვენ 20 ივნისის საქმეზეც ხართ ბრალდებული. მე რაც პოლიტიკაში მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების ასე წევრი, როგორც ასე და ვიყავი საჯარო მოხელე არ ყოფილა ხო წევრი, მე რაც პოლიტიკაში ვარ, სულ ბრალდებული ვარ ამათ ხელში. მე ეს ყველაფერი არ მიკვირს. ნამდვილად არ მიკვირს, არც არაფერს არ გამოურიცხავ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი დამატებითი პატიმარი ბიძინა ივანიშვილის არის სერიოზული თვით და სერიოზული დარტყმა და გითხარით კიდევაც ცოტა ხნის წინ რომ თუ კი მე და ჩემი პატიმრობა ზიანს მიაყენეს ბიძინა ივანიშვილის იმიჯს და აუცილებლად მიაყენეს, ამისთვისაც მზად ვარ. ხა ბუნებრივი ხა არ მიხარი არ ვისუხარი, ხა ციხეში წავსვა თუნდაც მივით უმეტეს არაფრისთვის, ხო? მაგრამ ამას არ გამოურიცხავ. მაგრამ ამას ვეღარ გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის არის გაკოტრებული, გაბანკროტებული, ლეგიტიმაციისგან დაცლილი, დღევანდელი პროცესი თუნდაც მოსამართლეებთან მიმართებაში, თუნდაც ჩემთან მიმართებაში არ იყო ლეგიტიმური.
აბსოლუტურად ეს ნებისმიერი საკომიტეტო მოსმენა, გინდათ იქ მეორე, გინდათ სასაჯოსტომა, ლეგიტიმაციით იყო დატვირთული, არა, უბრალოდ ეს 88 ადამიანი გაჩიბერაიები, რო შემორჩა ვიზინა ივანიშვილს, იმათ აკეთებიებს იმას, რაც მათ უნდათ. და მე ვერ დავამთავრე აზრი და მინდა ეს კარგად გაიგოს მაყურებელმა, ხახნო. ანუ სასამართლო გადაწყვეტილებები გამოსცეს აი ამ უადოდ უკვე დანიშნულმა მოსამართლეებმა, ხო? რომელსაც ესენი არ ფემდნენ, კი ბატონო, კანონიერი იყო, უბრალოდ არ იყო სამართლიანი, მაგრამ მე კანონი არ დამერღვევიო და მე ამათი გამოცემული გადაწყვეტილებები მიდიოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ახლაც ვინც არის ჩემს ადგილზე, ხო? აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარე გვარი არ ვიცი. ისეც იქნება ვალდებული აღასრულოს ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე არის აღსრულფურცელი ამოწერილი. ეს იყო წმინდა წეს პოლიტიკური ხასიათის საქმე. არაფერი საერთო არ ქონდა ხალხო ამას სამართალთან წინააღმდეგ შემთხვევაში ეხა მე ნიკამელია როგორც ერთი საკანონმდებლო პოლიტიკოსი აქტიურობ თუ არ გამორჩეოდი მხოლოდ მიმდინარე წელს შაშენაც ვიყავი აქტიური შაშაწინათაც ვიყავი აქტიური 2016 წელსაც ვიყავი აქტიური და მაქსიმალურად დიდ დისკომფორტს ვუქმნიდი ბიზნეს ივანიშვილს ჩემის აზრით და იმდენად აბსურდული საქმე იყო რომ ვერც კი გაბედა იმ წლებში ჩამოიღო თაროდან ეს საქმე ახლა სხვა გზა უბრალოდ აღარ ხონდა დემნა გამოცხადებული ოპოზიციური ლიდერების მიმართ ეხლა გიგი უგულავას რაც გაუკეთეს აგერ გუშინ ამის შემდეგ ხალხო ეხლა რა უნდა გაგვიკვირდეს არანაირი სასამართლო არანაირი სახელმწიფო ინსტიტუცია ამ ქვეყანაში არ არსებობს ხო ძიუდოისტები იქი დაესხნენ თავს და აქეთ წაუყენეს ადამიანს ბრალს და ვინ არის ეს ძიუდოისტი რომლის ვიდეოც ეხლა ერთი საათის წინ გავცელდა ნოემბრის თვეში მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე არბებდა ამიტომ მე ვაგრძელებ ბრძოლას ჩვეული რითმითა და ჩვეული მონდომებით დიახაც საბჭოთა ოლიგარქის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკა. იმიტომ რომ მართლაც მყარად მჯერა რომ სანამ ივანიშვილი არის ხელისუფლებაში საქართველო იქნება ამ ადამიანის ხელში საბჭოთა საქართველო და ამ ადამიანს უნდა მიუჩნიოთ საკუთარი ადგილი და ეს მოხდება ძალიან მალე. მადლობა ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში